პავლე მოციქული გვახსენებს ესეთ რამეს, რომ ქრისტე ყველასთვის მოკვდა. ყველასთვის მოკვდა ნიშნავს იმას, რომ მე პერსონალურად უნდა მივიღო საკუთარ თავზე, ჩემთვისაც მოკვდა. შეიძლება ასე ვთქვა, ქრისტე ჩემთვის მოკვდა. ანუ ის რომ ადამიანი ღმერთს შეუერთდა და ადამიანი რო გახდა დამტევნელი საღვთო ენერგიისა, ხო? ძეღმერთი, მამაღმერთი და სულიწმინდა ღმერთის სამივე პიროვნება მაძლევს საღვთო მადლს და ენერგიას, მაგრამ აი განკაცებული ძეღმერთის შემთხვევაში ეს ენერგია მომეწოდება უშუალოდ ქრისტესგან, უშუალოდ ქრისტესგან მიღებ. ასევეა სხვათაშორის, როცა ადამიანი ეზიარება. თუ ადამიანის გული მზად არის, იმიტომ რომ გული თუ მზად არ არის, ქრისტეს გვერდზე იდნენ და ვერ ხედავდნენ. არათუ ვერ ხედავდნენ, ხელს ურტყავდნენ, დასინოდნენ და ანერწყვებდნენ. გესმით? აი როცა ადამიანი ვერ გძნობს, ღმერთი თავის თავდაბლობით ამ თავხედობის უფლებას გაძლევს. ხოლო ვინც გძნობს მომაკვდავში, არა სასწაულ მოქმედში, არამედ მომაკვდავში ჯვარცმულმა ავაზაკმა იცნო. გესმით? აქ გულის რაღაც საიდუმლო მზაობაზეა საუბარი. გული საიდუმლოებრივად მზად უნდა იყოს. ხო და ვისი გული საიდუმლოებრივად მზად არის, ის ზუსტად იგივეს იგრძნობს ზიარების დროს, რასაც მაშინ გძნობდნენ ქრისტეს გვერდზე მყოფები. ანუ ერთია საღვთო ენერგია, რომელიც მეძლევა ყოვლადწმინდა სამების თითოეული პირისგან, მაგრამ მეორეა უშუალოდ ქრისტესგან, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, არსებობს ცეცხლი, მაგრამ სანთელია კონცენტრირებას ახდენს თავის თავში ამ ცეცხლისა და სანთელი ანთია და ცეცხლი უკიდე. აი ქრისტე კონცენტრირებას ახდენს თავის თავში თითქოს ფოკუსირებულია, თითქოს ლოკალიზებულია, თითქოს ხა ფერისვალებას ვიზეიმებ და გაბწყინდა ქრისტე, საღვთო მადლი, საღვთო ენერგიამ გამოანათა. გაიოლებულია ჩვენთვის, ჩვენ თუ ქრისტეს როგორც ღმერთს მივიღებთ და ვირწმუნებთ, ჩვენთვის გაიოლებული ხდება, სად ვეძებოთ ის საღვთო ენერგია, რომელშიც მე უნდა ვიცოცხლო, იმიტომ რომ საღვთო ენერგია, რო ვთქვით, რომ საერთოა მამა ღმერთისთვის, ძეღმერთისთვის, სულიწმინდა ღმერთისთვის, იგივე საღვთო ენერგია ხდება ჩემი მაცოცხლებელი ადამიანისათვის, რამე თუ ვერთიანდები ღმერთში, სწორედ საღვთო შეუქმნელი ენერგიებით, საღვთო მადლით. და ეს რომ მახსენებს, რომ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, ეს მე მახსენებს, ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობ, აი ხა მე ვამბობ, ესე ქრისტე ყველასთვის, ესე იგი ჩემთვის მოკვდა, ესე იგი ეს ყველაფერი ჩემთვისაც არის და ჩემზეც, ჩემშიც და ჩემზეც უნდა რეალიზდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.